ერთი მეგობარი მყავს ნახაბერ ზარნაძე. დიახ, სტაფონის კოლორიტი გემრიელი ბიჭი. მოდივართ ერთ-ერთი სოფლიდან. სოფლიდან. აჰა. ნასვამები, რა თქმა უნდა. და დენა ხახრავლობა არის რა. გამიჩერე ახლა ერთი თუთი აქვს. რა ხდება რა? არა, უნდა გავიგო რა ხდება. ნუ გავაჩერეთ ახლა იცნობს ყველა რევაზოვიჩი, აბა რა ხდება ხუმშვიდობა. აქ რა ხდება მაინტერესებს მე რა ხა ეს რევაზოვიჩი უნდა. ბიჭო, აქ სამიზბარო ცხოვრობს ერთი და იღუპაო რა. რა დაგეცეთ დაგან ვერ შევდივართ ვერ მეუნებით. ბადალ ახლა მივალმე. ბიჭო, მეთქი რა აქ მოფიქრებული. ბოლო მივედი და უზახსაბას აუშვათ ზოგადად არ მინდა სახელი და ბონდო. ხო. გამეიხედა და ვერ რამდენი ძმები ხარ? ბიჭო, ხახა რა იყო რა დაგემართო სამჯერ ხარ ჩემთან უყოფი არის რამდენი? არა, მაინტერესებს რამდენი ძმები ხარ? ბიჭო, რა იყო სამი, დარჩით ორივე. ასე მოუგვარა უცხო. ეს ვერ შედიოდი. დარჩით ორი. მოკლედ ოჯახის თავმაგაცმა მეგრელმა ჩემო ბატონო გაიგო რომ ცოტა ძველი პერიოდი ახლა მანდამაინც ისეთ კინეულად აღარ განიცდია ზოგი კი ანუ გაიგო რომ თავისი ქალიშვილი არის ფეხბძივეთ გაუთხოვარი გოგო ქალიშვილი ფეხბძივეთ არ იქნებოდა ხო ნუ მაგიტო გაგიჟდა და გაგიჟდა მოკლედ ეს მეგრელი ხო ვინ კაცო მაგ ვინ მოკლავ გეუნები ვირდა აღდა არ იქნა აბა არ გინდა და აბა ასე და ვინდა და აისხა თოფი იარაღი მოკლედ და მინდის მოსაკლავად რა ანუ უნდა დაბრიდოს ახლა ეს ტიპი და როგორც კი გადავიდა ჭიშკრიდან კარგი ეს კლასი გაჩერდა ახალი გადმოვიდა ტიპი კარგად გამოწყობილი კაი ყველაფერი ოქროში ასხმული გადმოვიდა გამარჯობათო გაგიმარჯოს უთხრა ბატონო უთხრა თქვენი ქალიშვილი რო შეაცდინაო ის ადამიანი მე ვარო და ამ შეცდომისთვისო აგერო ჩეკიო $1,000,000-იო კი ბატონო თქვენო ხო თუ ბიჭი გაჩნდაო ჩემო ბატონო ჩემი ქონების ნახევარსო გადავაფორმებო კი ბატონო თუ გოგო გაჩნდაო ჩემი ქონების მეოთხედსო გადავაფორმებო ახლა თუ მუცელი მოეშალო დედა არ იხმარი კიდო კარგია, კარგი, შვედიერი. ერთი ექიმი ხალბატონი იყო რა. გინეკოლოგი და. ხმარი ყავდა მოსამართლე. აჰა. სამაც მაგაცმა მოიყვანა მეოთხე სართულზე ეს და ცუდად არის კაცი რა, აშკარად გული შეწუხებია რა. რამ შეგიწუხა გულიო? ლომივით კაცი ხარო კაც. ვერ გეტყვი შენ გენაცვალეო ცოლს შეუნება. ვერაფერ გეტყვი. არ იქნება, კი იქნება ჭადები გამოცხვა, სუფრაგე იშალა რაღაცა და. ექიმთან არია და ჭადები გამოცხვა სუფრაგე იკვდება კაცი. ნუ სამიჭიქა დალია კიდე ეუბნება ქმარსო. მიდიო მოყევიო ბიჭო. მაგაცემა ხო ექიმი ხალი ხარო იმისო, მაგრამ ვერ ვიტყვითო ისეთი რამე უთხრე. და ერთი გრაფიკა რომ მიათავეს და რას ვკეტყვიო იციო რა ფერი იყო? ხასიათია უკვე. კი. 4-დან 7 წლამდე ეკუთვნოდაო ერთ-ერთო ვისაც ვაცამართლებდიო და რო დავამთავრე, დავარტყე ჩაქუჩიო, განაჩენი გამოუტანეო 4 წელიო მიესაჯოს ამასა და ამას ამისათვისო და რა მომაძახა არის იმ გარეწარმაო. რა მოგაძახაო ბოლო თქვიო და 4 ჯერ შევიო შენ ცოლს იმაშიო პირდაპირო. აღარ ვიტყვი. ხო. კიდე კაი ბოშო 7 არ მიესწორა ხო გამობობდა. ხო დამღუპავდიო. მერია ანაწილებს მიწებს რა. ხო. ანაწილებს მიწებს და დაურიგეს ახლა ეს მიწები ზოგს 1000 კვადრატი მიწეს, ზოგს 500, ზოგს 2000 აგეთ იქეთ და ახლა ბატონ ბიზნესევნებად თქვენს ბატონო ბიზნესე ვერ გავფრთხილებ. 1000 გნეოთ ეს ცოტა მაშინო ასე ვქნათო თქვენ გაიქეცითო ან იარეთ ან როგორც ინა სანამდეც მიხვალთო და სანამდე შეძლებთო და გაჩერდებით აი და სამიახსევ და რო აღარ შეგეძლებათ სულ გაჩერდებით და იქამდე იყოს თქვენიო კარგიო ადგას სისხამდილას ადრე და გარბის
კარგი მირბის. მე ახლა სულ სირბილი ხوارჯი მე ნაბიჯებზე გადავიდა. თავარი არ გაჩერდეს რა, მიდის. იქამდეა მაგის. იქამდეა მაგის, აი 10 კილომეტრი 20, 30, მიდის, არ ჩერდება, ღამდება უკვე, მიდის, მირბის, ხან მიდის. ერთი 100 ავი რა დადის, მიდის, არ ჩერდება. მიდის. და უკვე აღარ შეუძლია რა. და ეს უკანასკნელი ასე უკვე ნაბიჯსაც ვეღარ ადგამს და უკანასკნელი ძალები და ოდნავ და ასე და უკვე დავარდა, მუხლებზე დავარდა და იქამდე იყო ჩემი. იქამდე. დიდი მადლობა, მაგიტოგება რა კუდი. დიდი მადლობა. ანეკდოტები გავასწროთ, მიგა არამიზე. მადლობა. ვეფხვი უტყებს ლომს. ეგან კატამი. რო ისო რა არის მაგის დედავატირეო შენ რატო აგირჩიესო მეფეთო ცხოველებისო რო იძახიან ლომი მეფეო რა შემომხედე მე ნაკლებ ტანზე ვარო ნაკლებ ჯანზე ვარო ზომა წონა რა ვიცი ისრაფე რა მაგის დედავატ ბიჭო მე სამაზვანეცი კი არა ვარო თვითმარქვია ამირჩიეს რა არჩევნები იყო ცხოველები ყველა მოფრინდაო მოვიდენო და ამირჩიეს რა. ვიცი აქ თქვენი კარუსელებიო რა, ასე არჩევნები არა ისაო რა. აი კაცურათო, მე და შენ გავარკვიოთ ერთმანეთში. როგორო? აი შევარდეთო ტყეში და ვინც მე ნანადიროს გამოიტანსო, მეფეცის იყოსო. კი, ახლა ლომი უკანა სულ არ მიცა. შევარდნენ ატყდა ერთი ღრიალი ამბავი და გამოვიდა ლომი გამოიტანა რაღაც 10 ანტილოპა, 2 ლოსი, დაყარა რა, მოკლედ ეს გროვა. და ვეფხვი არ ჩანს. გაიხედა ბიჭო ტყეში ღრიალი რაღაცა ისმის უსაშველობა გამოდის ვეფხვი მაგარი სისხლიანი ეს ყური მოგლეჯილი თვალი ჩამოგლეჯილი ზოლები წაშლილი და რა იყო ვინ შეხვდა რა მოხდა ლომი ეკითხება ამ ტარიელმა ხო